დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოტო რანკის ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ. ზიგმუნდ ფროიდის ხელოვნების თეორიამ თავისი გაგრძელება და განვითარება ოტო რანკისა და ჰერბერტ მარკუზეს შეხედულებებში პოვა. ოტო რანკმა ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ფსიქოანალიზურ მეთოდს კულტურის ფენომენთა შესწავლის პროცესში, როგორიც არის მითები, ლეგენდები, თავად ხელოვნება, რელიგია, ლიტერატურა. იგი ითვლებოდა ფსიქოანალიზური კულტუროლოგიის ექსპერტად და იყო ფსიქოანალიზური ჟურნალის იმაგოს რედაქტორი, სადაც ძირითადში იბეჭდებოდა კულტურასთან დაკავშირებული ფსიქოანალიზური, კულტურასა და ხელოვნებასთან დაკავშირებული ფსიქოანალიზური კვლევები. ოტო რანკს უნდა ითქვას, რომ ფროიდის ყველაზე ერთგულ მოწაფედ მიიჩნევენ, რომელმაც თავის შეხედულებებში მთელი სისავსით წარმოაჩინა ფროიდის თეორიის მე მინდა ხაზი გავუსვა ბიოლოგისტური ბუნება. ასე მაგალითად, მხატვრული შემოქმედების პროცესს რანკი ბიოლოგიურ პროცესებთან და კერძოდ სქესობრივ აქტსა და ორგაზმთან აკავშირებს. კათარსისი ბიოლოგიური მოთხოვნილების ან ჭარბი ფსიქოფიზიოლოგიური ენერგიისგან განთავისუფლება განმუხტვის სახით განიხილება ავტორის მიერ. შესაბამისად, ხელოვნების ფენომენში უპირველეს ყოვლისა სიამოვნებისა და რეალობის პრინციპთა შემრიგებელი გამაერთიანებელი ძალა და მოთხოვნილებათა წარმოსახვით დაკმაყოფილების იარაღი იგულისხმება. უნდა ითქვას, რომ რანკი თავის კულტუროლოგიურ კვლევებს ბეჭდავდა ზახსთან ერთად და ამიტომაც ჩვენ ვისაუბრებთ დღევანდელ ლექციაში ოტო რანკისა და ზახსის შეხედულებების ერთობლივი შეხედულებების შესახებ. ეს ავტორები მიიჩნევენ, რომ სიმბოლოთა წარმოქმნა არის რეგრესიული პროცესი და ლოგიკური აზროვნების დაყვანას გულისხმობს, დასვლას გულისხმობს ევოლუციურად უფრო ადრე არსებულ აზროვნების ხატოვან დონემზე, მის რედუცირებას გულისხმობს ხატოვანი აზროვნების დონემდე. რაც თავს განსაკუთრებულ პირობებში იჩენს, როდესაც რეალური მოვლენებისადმი ცნობიერი შეგნებული ადაპტაცია და შეგუება შეუძლებელი ხდება ან რთულდება. რანკის გაგებით სიმბოლო არაცნობიერის გამოხატვის საშუალება მის აზრს ორაზროვნება შეადგენს და უფრო სწორად და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სიმბოლო პოლისემანტურია, მრავალმნიშვნელოვანია, მრავალრაკურსულია. იგი როგორც ჰოლოგრამა შეიძლება შესწავლილ იქნეს განსხვავებული რაკურსიდან. იგი როგორც ჰოლოგრამა შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს განსხვავებული რაკურსებიდან. და ისევ მას რანკის შეხედულება, რომ სიმბოლო აზროვნების პრიმიტიულ, ევოლუციურად უფრო ადრეულ ფორმებსა და შესაბამისად არაცნობიერს უკავშირდება. თუმცა მას ასევე ბუნებრივია ცნობიერი ელემენტებიც ახასიათებს. სიმბოლოთა წარმოქმნა რანკის მიხედვით ზოგად საკაცობრიო კანონებს ეფუძნება. ამიტომაც სიმბოლოს უნივერსალური და არა კონკრეტულად პიროვნული მნიშვნელობა გამოარჩევს. იგი იმ არაცნობიერის ჩანაცვლება, რომელიც პიროვნულსა და ისტორიულ პირობათაგან დამოუკიდებელ, მუდმივსა და სტაბილურ მნიშვნელობას იძენს. სიმბოლიზაცია დათრგუნული და ამიტომაც ფარულად და არაცნობიერად არსებული მოთხოვნილების გამოვლენას, ცნობიერების ზედაპირზე მის ამოტანას და გაცნობიერებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით ალბათ არ შეიძლება არ აღნიშნოთ ხელოვნების და სიმბოლოთა წარმოქმნის აქედან გამომდინარე თერაპიული მნიშვნელობაც, იმიტომ რომ პიროვნებისთვის ეს ისევ და ისევ ფსიქოანალიზის, ასე ვთქვათ, პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ფართოდ გაზიარებული თანამედროვე არტ ტექნიკებში, ეგრეთ წოდებულ არტ ტექნიკებში ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე ჩვენს პირველ ლექციაზე, რაც მოიცავს არტ თერაპიას, არტ კორექციას, არტ პროფილაქტიკას, არტ რეაბილიტაციას და არტ ტრენინგს. აქ, ასე ვთქვათ, მიღებულია ეს პრინციპი, რომ
მხატვრული შემოქმედება სიმბოლოდ წარმოქმნა კონკრეტულად ჩვენ ახლა საუბრობთ სიმბოლოდ წარმოქმნაზე, ემსახურება არაცნობიერი შინაარსების ცნობიერების ზედაპირზე ამოტანას და მათ გაცნობიერებას. სიმბოლოდ წარმოქმნა იმ არაცნობიერის ჩანაცვლება, რომელიც პიროვნულსა და ისტორიულ პირობათაგან დამოუკიდებელ, მუდმივსა და სტაბილურ მნიშვნელობას იძენს. სიმბოლიზაცია დათრგუნული და ამიტომაც ფარულად და არაცნობიერად არსებული მოთხოვნილების მას ვიმეორებ გამოვლენას ცნობიერების ზედაპირზე მის ამოტანას და გაცნობიერებას ემსახურება. ოტორანკი და ზახსი აღნიშნავენ, რომ მხატვრული ნაწარმოებით და აქ ხაზი გაესმის ისევ და ისევ, რომ საუბარია ძირითადში ტრაგედიაზე, როგორც ხელოვნების კვინტესენციაზე, რომელშიც არის სრულად წარმოდგენილი ხელოვნების რაობა და ხელოვნება ზემოქმედებას ადამიანზე ახდენს უპირველესად ტრაგედიის სახით და ფორმით. აი აქ წერენ ავტორები ტკბობის კულმინაციისა, საკლაპარაკია ტრაგედიით ტკბობაზე, მე მინდა ყურადღება გაამახვილოთ ამ მომენტზე. ადამიანი თითქოს დაძაბისგან თითქმის იხრჩობა, შიშისგან თავზე თმა ყალხზე უდგება, თანაგანცდისგან უნებურად ზდის ცრემლები. აქ ლაპარაკია იმ, ასე ვთქვათ, რეაქციაზე, რომელიც მაქსიმალისტურად, ასე ვთქვათ, ვლინდება და რომელიც უნდა ახლდეს ბრჭყალებში წესით და რიგით ტრაგედიის აღქმას. იქნება ეს თქვათ დრამატული მოქმედების აღქმა თეატრალური სცენიდან თუ იქნება ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა. თუმცა, როდესაც ლაპარაკია ტრაგედიის აღქმაზე, მე მინდა ხაზი გავუსვა, საუბრობენ დრამატულ მოქმედებაზე, რომელსაც მაყურებელი უყურებს თეატრალური დარბაზიდან. და ავტორები ამბობენ, რომ ეს ის განცდებია, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გავურბივართ. ბუნებრივია და რომლებსაც უცნაური წესით ვეძიებთ ხელოვნებაში. სახეზეა აფექტის მაქსიმალიზაცია და უფრო მეტიც აი ამ ასე ვთქვათ ესთეტიკური, აი ამ აფექტის, ამ ძლიერი ვნების ესთეტიკური გარდაქმნა ტანჯველი და ნეტარების მომნიჭებელ განცდად. აქ ლაპარაკია იმ, ასე ვთქვათ, ამბივალენტურ განცდაზე, რომელზეც ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა ანტიკურ საბერძნეთში. განცდის ეს მეტამორფოზა ხელოვნების თეორიისთვის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს. რანკის შეხედულებით აღნიშნული პარადოქსისა თუ პრობლემის გადაწყდა მხოლოდ არაცნობიერი ფსიქიკურის ანალიზით ხდება შესაძლებელი. მაშინ მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, ვთქვათ, იმის ანალიზი და იმის გაგება, თუ რატომ არის ნეტარებასთან, სიამოვნებასთან და დადებით განცდებთან დაკავშირებული ის მტანჯველი ემოციები, რომლებსაც ადამიანი განიცდის ტრაგედიის, თეატრალური ტრაგედიის აღქმის შემთხვევაში. და აი ავტორები ასე ხსნიან ამ ფენომენს, მე მინდა თქვენ ყურადღება გაამახვილოთ, ძალიან საინტერესო მიდგომაა. ხოჭებს რომლის მსგავსი მიდგომაც მოგვიანებით შემოგთავაზა რუსმა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ. ამ პოზიციის მიხედვით ლაპარაკია აქ რანკის პოზიციაზე, კათარზისის ფენომენს ურთიერთსაპირისპიროდ შეფერილი, ანუ სასიამოვნო და უსიამოვნო, ან ამბივალენტური, ორპოლუსიანი ემოციების ერთდროულად აღძვრა უკავშირდება. კერძოდ, კათარზისი ერთმანეთისადმი პოლარული, ცნობიერი და არაცნობიერი ემოციების შეპირისპირებასა და გამთლიანებას უკავშირდება. ცნობიერ შიშს, დარცად და სირცხვილს თან ერთვის არაცნობიერი სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, თორემ რაც შეეხება ამბივალენტობას, ჯერ კიდევ და ესთეტიკური განცდის ორპოლუსიანობას, ამაზე ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა. სპეციფიკა რანკის და ზახსის მიდგომის იმაში მდგომარეობს, აქ საუბარი რაზეა, რომ ცნობიერ ემოციას უკავშირდება და უპირისპირდება, ასე ვთქვათ, მისი ანტაგონისტი არაცნობიერი განცდა. მაგალითად, თუ კი მოვლენა, აქ ლაპარაკია ტრაგედიასთან დაკავშირებული რაღაც ეპიზოდი ან ტრაგედია მთლიანობაში, იწვევს ცნობიერ სირცხვილს და შიშს,
არაცნობიერში ამ ტრაგედიის შედეგად სრულიად საპირისპირო სასიამოვნოდ შეფერილი ემოციური განცდები აღიძვრის. ანუ ის, რასაც გაურბის ცნობიერება, სხვანაირად რო ვთქვათ, მას მიელტვის არაცნობიერი. ხოჩურის ეს ძალიან ლოგიკურად ჯდება ეს თვალსაზრისი ფროიდის ფსიქოანალიტიკურ თეორიაში, იმიტომ რომ იქაც ცნობიერი და არაცნობიერი არიან ერთმანეთის ანტიპოდები. და ძალიან საინტერესო კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ცენზორის და ფსიქოლოგიური ცენზურის შესახებ. ეს არის ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც ჩვენს არაცნობიერ შინაარსებს სახეს უცვლის მაშინ, როდესაც ისინი ამოდიან ცნობიერების ზედაპირზე. რატომ? რათა ისინი გახდნენ მისაღები ცნობიერებისთვის და არ გამოიწვიონ შოკი. რატომ? იმიტომ რომ არაცნობიერში არსებული განცდები თავისი არსით არის პრიმიტიული, ველური, პირველყოფილი, უკავშირდება აგრესიას და სექსუალობას. ასეთია ფროიდის ლოგიკა. აქედან გამომდინარე, გამოდის რა, რომ ტრაგედიის, ასე ვთქვათ, ჭვრეტისას, მისი აღქმისას, მოდით ესე ვთქვათ, ესე ჯობია, იმიტომ რომ უფრო ზუსტად ვამბობთ ამ შემთხვევაში, ესე იგი, აღიძვრის რა, განცდა, რომელიც არის არაცნობიერში, ვთქვათ, ერთი დაკავშირებული სიამოვნებასთან, ეს არის თუ ნიჩეს სიტყვებს გავიმეორებთ და ჩვენ უკვე ვთქვით, როცა საუბრობდით ნიჩეს ხელოვნების თეორიის შესახებ, რომ ფროიდის ხელოვნების თეორია ფაქტობრივად ამოიზარდა ნიჩეს ხელოვნების თეორიიდან, აი თუ კიდე გავიმეორებთ ნიჩეს სიტყვებს, ეს არის სისასტიკით თრობა. სისასტიკით თრობა მაშ არაცნობიერ დონეზე, ხოლო ცნობიერში ჩნდება სრულიად საწინააღმდეგო განცდები დაკავშირებული შიშთან, სირცხვილთან და ასე ვთქვათ უარყოფითად შეფერილ განცდებთან. კათარზისი მას ვიმეორებთ ერთმანეთისადმი პოლარული, ან საპირისპიროდ მას უარყოფითად და დადებითად დამუხტული განცდების აღმოცენებასა და ურთიერთშეტაკებას უკავშირდება. სხვადასხვა, როდესაც ჩვენ შემდგომ ჩვენს ლექციებში ვისაუბრებთ ლევ ვიგოტსკის ხელოვნების თეორიის შესახებ, იქ ნახავთ, რომ პირდაპირ არის გადმოტანილი ეს სიტყვა ურთიერთშეტაკება და ურთიერთგანმუხტვა. მხოლოდ ის მხატვრული ნაწარმოები ახდენს აღმქმელზე ძლიერ და ალბათ რეალურ ზემოქმედებას წერს რანკი, რომელიც სწორედ ამგვარი პოლარული განცდების აღმოცენებას უწყობს ხელს. პოლარულ განცდათა აღძვრით ხელოვნება ცნობიერისა და არაცნობიერის შერიგების, მათი ურთიერთდაბალანსების არენად იქცევა.